მოგესალმებით მეგობრებო. ამ ვიდეოში ერთ-ერთი კონკრეტული პროექტის მაგალითზე ვისაუბრებ რამოდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე, რაც უნდა გავითვალისწინოთ სამზარეულოს დაგეგმარების დროს. ეს ვიდეო მოკლეა, არ არის დეტალური განხილვა, თუ ინტერესი იქნება თქვენი მხრიდან, აუცილებლად გადავიღებ უფრო სრულყოფილ და დეტალურ ვიდეოს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში შევეხებით ტექნიკას. აუცილებელია სამზარეულოს დაგეგმარების დაწყებამდე შერჩეული იყოს ის ჩასაშენებელი ტექნიკა, რომელის ჩაშენებასაც შემდეგ უკვე ვაპირებთ სამზარეულოში, ვინაიდან სწორად იყოს განსაზღვრული ის კონკრეტული ნიშები, სადაც ჩვენი ტექნიკა ჯდება. შემდეგი დეტალი არის საბუთლე მექანიზმი. ვიტყოდი, რომ ეს არ არის აუცილებელი, თუმცა ძალიან კომფორტული და მნიშვნელოვანი დეტალია სამზარეულოში, თუ გამოვიყენებთ, იდეალური იქნება. შემდეგი არის უჯრები. მაქსიმალურად შეეცადეთ არ დაზოგოთ თანხა უჯრებზე. ეს არის ძალიან კომფორტული მუშაობის პროცესში. შემდეგი დეტალი არის ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ისევ ტექნიკას დავუბრუნდით, როგორც ხედავთ, ესეც იდეალურად ზის. გადავიდეთ გამწოვზე და გამწოვის ყუთზე. მოკლედ გამწოვის ყუთში მილი ხშირ შემთხვევაში დაუფარავით რჩება ხოლმე. ჩემი რჩევა იქნება, რომ აუცილებლად დავფაროთ, ვინაიდან ესთეტიური უნდა იყოს სამზარეულო როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. ამასთან გამწოვის მილის დასაფარი საშუალებას გვაძლევს დავფაროთ ის კონკრეტული დეტალები, რომელიც განათების გვჭირდება და ასე შემდეგ, ასე რომ მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელიც. შემდეგი არის საწრეტი. სამზარეულო საწრეტის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია და აუცილებლად უნდა მოხდეს ამის წინასწარ განსაზღვრაც. შესაძლებელი იქნება ეს დასადგამი. შემდეგი ხედავთ უკვე ნიჟარას, რომელიც ასევე იდეალურად ზის. ნიჟარის ქვედაყუთი ძირითად შემთხვევაში გამოუყენებელი რჩება ხოლმე. ამიტომ მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ ნიჟარის ქვემოთ მოექცეს აგვისურნა. ჩვენ შემთხვევაში გამოვიყენეთ მექანიზმი, რომელიც კარის გაღებისას გამოდის ავტომატურად და დახურვისას შედის შიგნით. აუცილებლად გაითვალისწინეთ ასევე განათებაც, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობის პროცესში განათებული იყოს ჩვენი სივრცე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ლაიქეთ და შემდეგში უფრო დეტალურად განვიხილავთ კონკრეტულ საკითხებს. მადლობა ყურადღებისთვის.